საქართველოს სამხედრო გზის ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ და შთამბეჭდავ მონაკვეთზე, დარიალის ხეობაში ზღვის დონიდან 1300 მეტრზე, რუსეთ-საქართველოს საზღვართან, აღმართულია დარიალის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტერი. ეს ადგილი უძველესი დროიდან ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიას აკავშირებდა და საუკუნეების განმავლობაში განსაკუთრებული, სტრატეგიული და სულიერი მნიშვნელობა ჰქონდა. სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა 2005 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ინიციატივით დაიწყო. 2011 წელს კი პატრიარქმა თავად აკურთხა წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის მთავარი ტაძარი. დღეს მონასტერი 4 ტაძარს აერთიანებს: მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარს, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარს, ყოველთა წმინდათა სახელობის ტაძარსა და წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს. სამონასტრო კომპლექსის განვითარების გეგმის მიხედვით მომავალში აქ სულ 12 ტაძრის მშენებლობაა გათვალისწინებული. დარიალის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტერი დღეს მრავალი მომლოცველისა და მოგზაურის დანიშნულების ადგილია, სადაც საქართველოს ისტორია, მართლმადიდებლური სარწმუნოება და კავკასიონის დიდებული ბუნება ერთ სივრცეში ჰარმონიულად ერთიანდება.